მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ისევ იმყოფებით ჩემ არხზე, ისევ ვიხსენებთ ბავშვობას და ისევ მინდა დღეს ერთი პატარა სიუჟეტით გადაგიყვანოთ ბავშვობაში. როგორც ნახეთ, ეს ვიდეო პოდკასტი არ არის, მოწვეული არ ყავს არავინ, მაგრამ რამოდენიმე წუთით ავდგები და გისვრით 90-იანებში და გაგახსენებთ ერთ პატარა ტრადიციას ვერ დავარქმევდი, უფრო რიტუალს, რომელიც ტარდებოდა ხოლმე აღდგომის კვირაში 4 შაბათს დღეს. როგორც წავიკითხე, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა დღეს ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად იყო ხოლმე აღდგომის კვირაში 4 შაბათ დღეს. ანუ დღეს. დღეს არის 16 აპრილი და დღეს არის ჭიაკოკონობა. თუ გახსოვთ ეს ტრადიცია, რიტუალი, გთხოვთ დააკომენტაროთ და რა მასშტაბებით და როგორ აკეთებით ხოლმე, ისიც დააკომენტარეთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩვენი უბანი და ჩემი სამეგობრო ისე ემზადებოდა ხოლმე ჭიაკოკონობისთვის, რომ ანუ ამას ქონდა არა მარტო ის დატვირთვა, რომ ჩვენ ცეცხლს ვანთებდით და ვახტებოდით და ამით სიამოვნებას ვიღებდით. ანუ ჯერ სიამოვნება უნდა მიგეღო იმით, რომ ცეცხლს ახტები და ქვემოდან გწვავს, მაგრამ ოკეი. სიამოვნებას ვიღებდით რით? წინა დილით იწყებოდა ხოლმე სკოლის მერე უბრალოდ ჩუა დღეს, ვაგროვდით ხოლმე საბურავებს, ein რაოდენობას, მივდიოდით ხოლმე ხევში, ძირითადად ხევში ეყარა ხოლმე საბურავები, ან ვულკანიზაციაში და თუ ძველი საბურავები ქონდა ხოლმე ვულკანიზაციის პატრონს, ის გვატანდა ხოლმე და ჩვენ ამას წვავდით ხოლმე. ნუ სოფლებში სავარაუდოდ საბურავებს არ წვავდნენ და შეშაც წვავდნენ ხოლმე, მე პირადად არ დავსწრები ვარ სოფელში არასდროს ჭიაკოკონობას, მაგრამ ნამეტანი ბევრჯერ დავესწარი თბილისში და ნამეტანი კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა, რო გადმოგცეთ. სოფელი იმიტომ შევადარე, რომ იქ ალბათ საბურავებს არ დაანთებდნენ რა, ანუ ესე ვთქვათ, უფრო მეტი საშუალება ექნებოდათ, რომ ნარჩენებით, რაღაცა ფიჩხებით და რაღაცებით გააკეთებინათ ხოლმე, მაგრამ ჩვენ თბილისში, ვაზის უბანში რა ვშვებოდით. მივდიოდით ხევში, მოვათხრებდით ein რაოდენობა საბურავებს, თან ამ საბურავებს უნდა მიგეხედა. ისე კი არ იყო რომ მიგეყარა და ეს შენია რა, ანუ რასამოდ მოგპარავდა ვიღაცა ჩვენ სხვას პარავდით და ასე შემდეგ. ვაგროვდით სადღაც პადვალში ალბათ ან უსაფრთხო ადგილას, რომ სხვა ჯგუფს არ უნდა მოეპარა და ძირითადად ეს ჯგუფები იყო ხოლმე კორპუსები. ნუ ხან სამეგობროები და ვეჭიბრებოდით ხოლმე ვინ დიდ ცეცხლს დაანთებდა რა და თან იყო ხოლმე როგორ მოგეხსენებათ, ანუ იყო ხოლმე ესე მისვლა-მოსვლა ერთმანეთის ცეცხლებთან, იმიტომ რომ იქ იყო ხოლმე ბირჟა, იქ ზოგს გოგო მოგწონდა ვთქვათ და ორი კორპუსის იქით ცხოვრობდა, იმას თავისი ცეცხლი ჰქონდა იქ დანთებული და იქ აბირჟავებდა და ასე შემდეგ და იყო ხოლმე ეს გადასვლები, გადმოსვლები, უფროსები სასმელსაც ვავდნენ ხოლმე ამ დროს და ჩვენ გიჟები ხვდებოდით ხოლმე ამ ცეცხლზე აქეთ-იქით და იმდენად ემოციურად ვიტვირთებოდით ხოლმე ამ სრული ჭიაკოკონობის აღნიშვნით, რომ მეორე დღეს იყო ხოლმე სახლში ერთი ამბავი რა, ეს გამურული ტანსაცმელი. ყურებში, ცხვირში, თვალებში, თმებში სულ ეს ჭვარტლი, ანუ განა გამურულები ვიყავით. ეს ხესხო ზემოთ ადიოდა და მე ჩამოდიოდა რაღაც ფენებად და ეს სულ გვედო ხოლმე ზედ, ანუ ეს რაღაცა შეზელილი შავი მაზუთი თუ რა იყო არ ვიცი, ანუ ეს საბურავის ნამწვავი რა, ესე დავარქვათ და მეორე დღეს იყო ხოლმე აი კატასტროფა რა, ანუ სახლში იმ დღესვე თუ არ იბანავდი და შუქი არ იყო, წყალი არ იყო და რამე საშუალება არ იყო, ანუ დედა ლოგინში არ გაწვენდა, შანსი არ იყო რა. ახსოვს რამოდენიმე შემთხვევა, რომლის დროსაც ერთი მხრიდან ერთი ბიჭი ახტებოდა, მეორე მხრიდან მეორე ბიჭი და ერთმანეთს შეასკდნენ და ჩავარდნენ ცეცხლში, ან იქით გადავარდნენ, გადმოვარდნენ და რაღაცები დაეწვათ რა. ესე ძალიან კრიტიკულად არა რომ სიცოცხლის საფრთხე დამუქრებოდა, მაგრამ რაღაცა დამწრობები, რაღაცა დონის მიიღეს რა და ანუ იყო ხოლმე და უარყოფითი მხარეც ჰქონდა ხოლმე ამ ყველაფერს რა. კიდე მახსოვს ხოლმე რომ ეს ამპულებს ვაგდებდით ხოლმე ცეცხლში რა. არ ვიცი რა სახლში რაღაცა ამპულები რაც ჰქონდა ხოლმე, ჩუმად მოვიპარავდით ხოლმე, ანუ რისი ამპულები იყო დღემდე არ ვიცი, ესეთი დიდი ამპულები ჩავაგდებით ხოლმე და როსკდებოდა ხოლმე, დიდი ხმა ქონდა ხოლმე რა, ძალიან დიდი ხმა ქონდა ხოლმე და ამითიც ხალისობით ხოლმე.
ჭიაკოკონობაზე რაც წავიკითხე, არის უძველესი დროიდან, არც ისე უძველესი დროიდან, რაღაცა ათეული წლების წინ ჩვენი წინაპრები ავსულებს განდებდნენ ხოლმე ესე რა და დაანთებდნენ ხოლმე ცეცხლს, ცეცხლის გარშემო დარბოდნენ ხოლმე, ახტებოდნენ ცეცხლს და იძახდნენ ხოლმე რამოდენიმე სიტყვას და მათი აზრით და მათი რწმენით ავისულები განიდევნებოდნენ ხოლმე და მეორე დღეს თენდებოდა უსაფრთხო და მშვიდი დილა. ეს ტრადიცია და ეს რიტუალი, ანუ ეხა მე რატო განვიცდი ამას ესე კარგად რა და რატო მიხარია. ანუ ეხლანდელმა თაობამ არ იცის რა, ჩემს შულს ვეკითხებოდი, წეგან შემოვიდა ვიდეოს გადაღების დროს და მეთქი მამი ჭიაკოკონობა არის დღეს თქო და ეგ რა არისო და ანუ რო აუხსენი ანუ what the fuck სახე მიიღო რა, ანუ ვერ მიხვდა რა ხდებოდა და რო ვერ მიხვდა რა ხდებოდა, რო აუხსენი, ანუ რატო ახტებოდი თო რა ცეცხლსო რა და იმდენად ანუ განსხვავებული თაობა ვართ, რომ ესეთი უმნიშვნელო, ესეთი პატარა გასართობიდანაც იმხელა დღესასწაულს ვიქვნიდით ხოლმე, რომ აი არ ვიცი, აი ხო გეუბნებით დაწყება და დასრულება, აი მთელი კომპლექტს მოიცავდა ხოლმე ჭიაკოკონობა. ეს არ იყო მარტო ვიღაცა ცეცხლს დაანთებდა და შენ გადაახტებოდი, არა. ცეცხლი იყო იქ რაღაცა ურთიერთობა იყო იქ უფროსებთან ერთად ვიყავით სხვანაირები საერთოდ იქ სხვებს ხვდებოდით სხვა კორპუსელებს ვიღაცას ვიღაცა მოწონდა ვიღაცას ვიღაცა უყვარდა და რაღაცნაირად ანუ ერთი დღე იყო ხოლმე დღესასწაული რა და სულ იყო ხოლმე შუქი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა კორპუსის წინ ენთო ხოლმე ცეცხლი ну რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ შეშიშგან ყოფილიყო ეს ყველაფერი მაგრამ ძირითადად საბურავებისგან იყო ხოლმე და ძირითადად ქონდა ხოლმე მინუსები მეორე დღეს დაბანვა არ ქვია მაგას გახეხვა გვიწევდა ხოლმე მთელი სხეულის ამ მურისგან დაზიანებულებს მოკლედ მეგობრებო გაგახსენეთ ერთ-ერთი ჩვენი გასართობი ტრადიცია, ესე ვთქვათ, არა ტრადიცია არ ვთქვათ რა, ეს არ არის რაღაც ტრადიცია და არ არის რელიგიური დღესასწაული, არის რაღაცა რიტუალი, რომელსაც ჩვენებურად გადმოვაკეთეთ და სახალისო ელემენტები შევძინეთ. რაც შეეხება იმას, აბა ეხა ცეცხლი დაანთე შენ სადმე და აბა ეხა კორპუსის წინ მომინდომე ჭიაკოკონობა, ანუ გამორიცხული არის 500-დან 1500 ლარამდე ითვალისწინებ ჯარიმას. საინტერესოა სოფელში თუ არის ეხა ეს ტრადიცია და აუცილებლად ეხა ჩემ მეგობრებსო შევეხმიანებ ვკითხავ ბავშვები თუ გამოდიან და თუ ატარებენ ჭიაკოკონობას. იქ ეხა მაინც ესე ჯარიმები არ არის და სივრცეა და ტყეა და გარეთ ორღობია და შეიძლება ასე თუ ისე ცეცხლის დანთება. სულ ეს იყო მეგობრებო დღევანდელი დღისთვის გაითვალისწინეთ რომ ჯარიმა არის 1500 ლარი, რასაც მივესალმები, ნამდვილად არ უნდა ინთოს აქეთ იქით და ყველგან ცეცხლი, რაც უსაფრთხოც არ არის, არ ჩვენ ქალაქს არ უხდება და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო, მრავალ ჭიაკოკონობას დავესწროთ. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.